მოგესალმებით ღვთისმშობლებო, ბიბლიური ტერმინოლოგიის თანახმად თქვენს თავს ვის რიგებში მოიაზრებთ? ცხვრების თუ თხების? ვიდრე ვნახავთ თუ ღვთის სამსჯავრო, რომელიც ადამიანის გარდაცვალების მერე კი არ იმართება, ეგრეთ წოდებულ სასუფეველში და აი ამ ეგრეთ წოდებულ საზვერეებს კი არ გადიან, როგორც ამას რელიგიური მეზღაპრეები ასწავლიან სულის ცხონებაზე თუ დასჯაზე. არამედ ეს იქნება სამსჯავრო, რომელიც ჩვენს პლანეტაზე გაიმართება და სწორედ აი ამ ნიშნებით ვიქნებით ადამიანები ორ კატეგორიად დაყოფილები, სიმბოლური მნიშვნელობით ცხვრებად და თხებად. ამიტომ მოდით აი ამ ვიდეოში გავარკვიოთ თუ ვინ ვის მივეკუთვნებით, რის საფუძველზე გაიმართება ეს სამსჯავრო და ამის შესახებ მოთხრობილია უკვე ახალ აღთქმაში, პირველივე სახარებას თუ ნახავ, ეს არის მათეს სახარება 25 თავის 31-დან 46-ის ჩათვლით, მუხლებში კონტექსტი შეგიძლიათ სახში მთლიანი გამოიკვლიოთ უკეთესად, ამიტომ მოდით ჩვენ ეს ნაწილ-ნაწილ განვიხილოთ, ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალი. გასულ ვიდეოში მე ვისაუბრე ასევე კრიტერიუმებზეც, რიგით 38-39 მე-40 ვიდეოებში, ამიტომ თუ არ მოგისმენია, შემოდით ჩემს პირადზე იესოს ფოტოზე დაწკაპუნები და ეს რიგითი ნომრები ნახეთ ფრჩხილებშია მოცემული. და ვნახოთ ჩვენ ახლა გადაურჩებით თუ არა აი ამ სამსჯავროს, რომელზეც აქ არის საუბარი, თუ რა ნიშნით არჩევს იესო ქრისტე ცხვრებს და თხებს. მათეს სახარების 25 თავი 31-დან 34-ის ჩათვლით დაურთავ მონაკვეთს. აი ამ 31 მუხლიდან იესო აქ რას ვიგებთ, რომ ხშირად უწოდებს თავის თავს კაცის ძეს, აშკარად ჩანს, რომ აი ამ მონაკვეთში მისი მეორედ მოსვლის კულმინაციაა აღწერილი. აქ საუბარია იმ ძლევამოსილ ანგელოზებზეც, ვინც უნდა აღასრულონ განაჩენი მთელს კაცობრიობაზე და რაზეც მე უკვე ვისაუბრე 38 ვიდეო რგოლშიც. საომავლოდ კი უფრო დაწვრილებით შევეხები აი ამ დეტალებს. აქ მოცემული ტახტი მისი როგორც მეფის და მოსამართლის ძალაუფლებაზე მიუთითებს, რომელიც მიეცა ზეციერი მამისაგან და ასევე ვისაუბრე მე ამ საკითხზე გასულ ვიდეო რგოლშიც. თუ როდის გაიმართება აქ აღწერილი სამსჯავრო, ამაზე დეტალებს მომდევნო ვიდეო რგოლებში გაგიმჟღავნებთ, აი ამიტომ უნდა გამოიწეროთ ჩემი გვერდი, რომ არ გამოგეპაროს სამსჯავროს დღესთან დაკავშირებული ნიშნები. ეს სამსჯავრო გაიმართება დიდი მსოფლიო გასაჭირის დადგომიდან მალევე და თუ რას ნიშნავს თვითონ ეს მსოფლიო გასაჭირიც, რა სახით დადგება, ამაზეც მომდევნო ვიდეო რგოლებში დეტალურად ვისაუბრებ. ჩვენ აი ამ ვიდეოში უფრო მეტად იმაში უნდა გავერკვეთ თუ პირადად რომელ კატეგორიას მიგვაკუთვნებს ჩვენი მეფე და მსაჯული და რის საფუძველზე. 32 მუხლიდან ვიგებთ, რომ შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი. ანუ ვერავინ ვერსად ვერ დაიმალება. და ეს ყველა ეს ანგელოზები ზუსტად მაგიტომ იქნებიან თა, რომ ყველას გამოჩხრეკავენ, ისე რომ არავითარი ეს ზღაპრები როა ხოლმე ბუნკერებზე და იქ რაღაც გადარჩენის გზებზე ვერავის ვერაფერი ვერ უშველის, ყველა იქნება ტახტის წინაშე წარდგენილი. და თუ აკვირდებით, სწორედ აი ამ ორი ნიშნით დაიწყებს იესო ადამიანების გადარჩევას. ისე თავად მწყემსებისათვის როგორი ადვილია ხოლმე თუ დაკვირვებულ ხართ ცხვრები და თხები, რომ გამოარჩიონ ერთი მეორისაგან. უბრალოდ ბავშვებსაც კი არ შეეშლებათ ეს ხო, ცხვრები რომ თხებისაგან განასხვაონ, ან პირიქით. ამიტომაც ძალიან აი ეს მარტივად მოიხსენიებს აქ ეს მონაკვეთი, თუ ჩვენი სულების მწყემსი აი ამ გამორჩევას როგორი მარტივად შეძლებს. ისე რომ ვერც თხა დაიმალება ცხვრებს შორის და არც რომელიმე ცხარი აღმოჩნდება თხებს შორის გასანადგურებლად. ისე რატომ იყენებს აი ამ შედარებას ბიბლია, თუ აკვირდებით. საერთოდ ცხვრებისათვის დამახასიათებელია მწყემსის შეძახილებზე რეაგირება. აგერ დრო დაურთავ კიდევ ასეთ მონაკვეთებს, მაგალითად იოანეს სახარებიდან დაურთავ მეათე თავის 27, 28, 29 მუხლები. აქ 27 მუხლიდან ვიგებთ, რომ ჩვენ ვინც უსმენთ ჩვენი მწყემსის იესოს შეძახილებს, ამაში რა იგულისხმება? ამაში იგულისხმება ბიბლიის იმ მონაკვეთების მოსმენა, იმ აზრებისა, სადაც კონკრეტული მითითებებია მოცემული, თუ რას უნდა მოვერიდოთ, რა არ უნდა გავაკეთოთ, ამ პირიქით რა უნდა გავაკეთოთ და ასე შემდეგ. მე მთელს ჩემს გვერდზე სწორედ ამ პრინციპით განვათავსე ვიდეო რგოლები, შეგიძლიათ შემოხვიდეთ და ნებისმიერ თქვენთვის სასურველ თემაზე მოისმინოთ მწყემსის შეძახილები, მწყემსის ხმა, არა ჩემი პირადი რა თქმა უნდა, არამედ თვითონ იესოს სწავლებები.
და ჩვენ ხედავთ ხო აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ვინც მისი ცხვარი ვართ, რეაგირებთ ყოველთვის აი ამ რჩევებზე. ვახდენთ ხოლმე სათანადო ცვლილებებს, რაც იკითხება ბიბლიაში, რაც აქამდე სხვანაირად გვესმოდა, შემდეგ ვცდილობთ შევიცვალოთ თვალსაზრისი. სწორედ ეს არის მწყემსის შეძახილის დაყოლა და მიყოლა იმ მითითებისა. რასაც ვერ ვიტყვით თხის მაგვარ ადამიანებზე, რომლებიც სიჯიუტით გამოირჩევიან, კამათის სულით არიან ხოლმე შეპყრობილი, გაუთავებლად გმობენ იმ მონაკვეთებს წმინდა წერილებიდან, სადაც აშკარად იკითხება პრინციპები თუ რა ითვლება ღვთის თვალში სწორად და რა მიუღებელია მისთვის. და გასულ ვიდეოში სწორედ აი ამ კრიტერიუმებს შევეხე, ამიტომაც აქ იესო სწორედ აი ამას ამბობს, რომ ჩემი ცხვარიო ისმენსო ჩემს ხმასო. და მე მომყვებაო. ანუ ხმის მოსმენის მერე დგავს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ გააკეთოს ის, რაც წაიკითხა ბიბლიური მონაკვეთიდან, იესოს სწავლებიდან. და შედეგად მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენო ასეთი ცხრები ჯილდოთ. ახლა მოდი ჩვენ დაუბრუნდეთ კვლავ მონაკვეთის გარჩევას, რაც დავიწყეთ, ეს არის მათეს სახარების 25-31-34. დავუკვირდეთ 34 მუხლს. აქ იესომ ცხრებად მიიჩნია ისინი, ვინც კურთხეულნი აღმოჩნდნენ მისი მამის და ჩვენი ზეციერი მამის მიერ. ესენი ისინი ვართ, ვინც ზეციერ მამასთან დავამყარეთ პირადი ურთიერთობა, ვინც გავიცანეთ ზეციერი მამა იესოს დახმარებით, იესოს მეშვეობით, ვისაც მამასთან ყოველდღიურად გვაქვს აი ეს კურთხევა და დავაკვირდეთ, რომ 34 მუხლის ბოლოში რას მივიღებთ ჯილდოს. ეს სწორედ ის 64-ია, რომელიც აღდგენილი იქნება დედამიწაზე. ანუ დღეს კი არ არის სადმე 64 ზეცაში გამზადებული, როგორც ამას მეზღაბრები ასწავლიან. ანუ ეს 64 იქნება აღდგენილი დედამიწაზე ღვთის სამეფოს მეშვეობით. ეს ის 64-ია, რომელიც ბიბლიის პირველ ფურცელზე იყო აღწერილი, სანამ ადამიანთა პირველი წყვილი შესწოდავდა. აი ეს 64 იყო უზენაესი ღმერთის თავდაპირველი განზრახვა, როცა ის ქმნიდა დედამიწას და სადაც ადამიანებს მარადიულად უნდა გვეცხოვრა, რომ არა დროებითი აი ეს გადახვევა ღვთის განზრახვიდან, ამიტომაც წერია აქ, რომ ეს 64 გამზადებული იყო ქვეყნის დასაბამიდანო. აქ ესეთი თუ ვაკვირდებით აი ამ ასრს და აი ამ განზრახვას უკვე მოიყვანს სისრულეში ღმერთის სამეფო, რომლის მეფეც არის იესო ქრისტე, ხოლო მისი თანამეფენი არიან 144,000 ადამიანი. მოდით ახლა ვიდრე ჩვენ დაუბრუნდებით აი ამ საკითხზე მსჯელობას, აი ამ სამსჯავროზე, იმის გარკვევას თუ ვინ აღმოჩნდებიან თხების კატეგორიაში ეგრეთ წოდებული კაზეოლებად და მანამდე მოდით დავწუნდეთ ჩვენ აი ამ იესოს მართლობის, იესოს თანამმართველების რაოდენობაში, რადგან თხები სწორედ აი ამ ნიშნით გამოირჩევიან, რომ აი ამ მმართველებს უპირისპირდებიან და ამით ამოიცნობიან ისინი. გადაშალე შენი ბიბლიის ბოლო წიგნი, ჯერ ვნახოთ მათი რაოდენობა, ეს არის თუ ცალკე ახალი აღთქმა გაქვს ბოლო და ფსალმუნები ბოლოდან მეორე იქნება, გამოცხადების მე-14 თავი ნახე. წიგნი გამოცხადება მე-14 თავის 1-დან 3-ის ჩათვლით მუხლები. დავუკვირდეთ პირველ მუხლს. აქ იესო როგორც სიმბოლური კრავი ისია მოხსენიებული, რადგან მან თავისი სიცოცხლის გაღებით გამოისყიდა ორი კატეგორია ადამიანები. ერთნი, ვინც უნდა ვიცხოვროთ დედამიწაზე აღდგენილ 64-ში მარადიულად და მეორენი, ვინც მის გვერდით იჯდებიან ტახტებზე, რათა გაასამართლონ კაცობრიობა იესოსთან ერთად. აქ სწორედ ეს კატეგორიაა ნახსენები, ვინც იესოს გვერდით არიანო, დააკვირდით, ანუ ზეცაში მის გვერდით ტახტებზე, სამეფო ტახტებზე. და მოდით ჩვენ ვიდრე დაუბრუნდებით ახლა იმას და გავიგებთ თუ რატომ დააკავშირა იესომ სამსჯავროსთან აი ამ კატეგორია ადამიანებთან დაპირისპირება თხების მიერ, თვითონ იესომ მისი თანამმართველები ადამიანების მხრიდან სწორედ აი ამ დამოკიდებულებას უსვავს იესო ხას, რომ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს აი ამ 144,000-ის მიმართ. იმ ადამიანებს, რომლებსაც მოგვიანებით იესო თხების კატეგორიას მიაკუთვნებს. თუ ახლა დავაკვირდებით აი ამ 144,000-ის წევრების ამოცნობა როგორ შეიძლება. მოდით ჯერ აი პირველ მუხლში დააკვირდით ამოსაცნობ მათ ნიშანს. საერთოდ ჩვენ ადამიანები ერთმანეთს როგორ ვცნობთ ხოლმე? სახეზე, ხო? აქაც ეს სიტყვა გამოყენებული შუბლზე აწერიათო მათო. ანუ შუბლი არის ამოსაცნობი ნიშანი, ეს სიმბოლური გაგებით არის, პირდაპირი გაგებით არავის არაფერი არ აწერია შუბლზე. ანუ შუბლზე აწერიათო რა? ნახეთ, დავაკვირდეთ ორი სახელი. ერთი თავად იესოს სახელი, ანუ ისინი არიან ქრისტიანები და მეორე
იესოს მამის სახელიო, ანუ ისინი არიან ამავე დროს იეჰოვას მოწმეები. აი ამ ორი სახელით დადიან. აი ესაა ჭეშმარიტი ღვთის მსახურების ამოსაცნობი ნიშანი და აი ამ 154,000-ის ამოსაცნობი ნიშანი, რომელიც არ მიეკუთვნებიან და ვერ მიაკუთვნებს ვერავინ სრულ რელიგიას. მესამე მუხლის ბოლოდან ვიგებთ, რომ ეს 154,000-ნი არიან არაზეციური ანგელოზები, არამედ ქვეყნისაგან გამოსყიდულნი, ანუ ადამიანები. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი დედამიწაზე ცხოვრობდნენ, ჩვეულებრივ ადამიანებს შორის იყვნენ, სწორედ აი ეს იგულისხმება. და დღეს და შემდგომ ისინი იესოს გვერდით იქნებიან უკვე მის სამეფოში, მის ტახტებზე. ანუ მათ სხვა ადამიანებისგან განსხვავებით მიეცემათ სულიერი სხეულები, ანუ ისეთივე სხეულები, როგორც ანგელოზებს აქვთ და რომელიც სხეულებიც შექმნილია ზეციური ცხოვრებისათვის. სწორედ აი ეს სხეულები ეშლებათ ხოლმე, ერევათ ხოლმე ყალბი რელიგიებში, აი ამ სულებში, რო იტყვიან ხოლმე, რომ სული უნდა წავიდესო ზეცაში. ამ დროს ბიბლია საუბრობს სულიერ სხეულებზე. თავად მოციქულები ამას იძახდნენ, გარკვევით ხსნიდნენ წერილებში, რომ მათი ხორციელი სხეულები შეიცვლებოდა სულიერი სხეულებით. ანუ მათი სულები კი არ წავიდოდა ზეცაში, არამედ ისინი წავიდნენ სულიერი ახალი სხეულებით, ისევე როგორც იესო მაჩვენა მათ. სულიერი სხეული, სანამ ზეცა დამაღლდებოდა მღვდლის დაღდგომის მერე. აი ამ 154,000-ის შევსება იესომ სწორედ მოციქულებით დაიწყო. ამიტომ მანამდის მოციქულებამდის, ვინც ცხოვრობდნენ ღვთის ერთგული მსახურები, ისინი ჩვეულებრივ იქნებიან აღდგენილი მკვდრეთით და ისინი სხვა ადამიანების მსგავსად იცხოვრებენ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად. ხოლო 154,000-ის წევრები იესოსთან ერთად ზეცაში იცხოვრებენ უკვე სულიერი სხეულებით და იქნებიან იესოს გვერდით, აი ამ ტახტებზე ეგრეთ წოდებულ სამეფო ტახტებზე და ისინი უმართველებენ დანარჩენ მთელს კაცობრიობას და მთელს პლანეტას, რომელზეც დაამყარებენ სამოთხეს. მოდი დაუბრუნდეთ ახლა სამსჯავროს, თუ რის საფუძველზე გაარჩევს იესო ჩვენი მეფე და მსაჯული, თუ ვინ იქნებიან ცხვრები და ვინ თხები. მათეს სახარების 25-ის 34-დან 40 დაურთავ ახლა. აი ამ მონაკვეთში იესო ცხვრის მაგვარ ადამიანებს უხსნის, თუ რის საფუძველზე მიეცემათ მათეს ძღვენი ჯილდო, მარადიული სიცოცხლე, რასაც ქვია სამოთხეში ცხოვრება, აქ ჩამოთვლილია კონკრეტული სიკეთეები. და ნახეთ ასევე მე-40 მუხლის ბოლოში, ვისთან დააკავშირა. რითიცო ეს მიეცემაო მათო, რითიცო შეეწიეთო ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანსო. ამითო ფაქტიურად მე შემეწიეთო. რომელ მცირე ძმათაგანზე საუბრობს? სწორედ ამას გულისხმობს იესო, რომ მან დაგვიტოვა დედამიწაზე ხელმძღვანელები, რომლებიც მოციქულების დროიდან მოყოლებული ხელმძღვანელობას უწევენ კაცობრიობას, ოღონდ არა ჯიუტებს და თხეებს, არამედ მათ, ვინც მორჩილად, თავმდაბლად მიუყვებით მათ აი ამ ხელმძღვანელობას და ამავე დროს ვეხმარებით იმ გლობალურ სამხადაგებლო საქმეში, რაც მოიცავს მთელს მსოფლიოზე ღვთისამეფოს შესახებ აი ამ ცნობის გაცხადებას. აი ამ ეს ცნობა მოიცავს ღვთისამეფოს პროგრამას. სწორედ ამით ამოიცნობიან ღვთისამეფოს აქტივისტებიც, ვინც ღვთისამეფოს შესახებ კარდაკარის მეთოდით აუწყობენ ადამიანებს აი ამ ცნობას. რაზეც მე ვისაუბრე გასულ ვიდეოებშიც და მომავალშიც დავდებ დეტალებს აი ამ ნიშანზე. ვინც ეხლა მხარს ვუჭერთ ჩვენ აი ამ წმინდა საქმეში, აი ამ ხელმძღვანელებს, იესოს მიერ არჩეულ დანიშნულ ხელმძღვანელებს, იესოს მცირე ძმათაგანს, სწორედ აი ამ კატეგორიას ესაუბრება ამ მონაკვეთში იესო. და ამიტომ მე შემეწიეთო, ანუ თავის თავზე იღებს, რადგან ეს იესოს დავალებაა, იესოს დავალება სრულდება მთლიანობაში ჩვენს პლანეტაზე. ახლა მოდი დავუსვი შენს თავს ასეთი კითხვა. გასაგებია, რომ ახლა ესეთი პარალელიც მინდა გავაკეთო, გასაგებია, რომ ვიღაცა ქართული ოცნების წევრმა შეიძლება გამოაგდო ვიღაც ნაციონალი საიდანღაციდან, სადაც ეს ნაციონალი მაგალითად ეწეოდა გარკვეულ აგიტაციას თავის პარტიაზე და ეს ტელევიზორში გვინახია ასეთი დარევები ხშირად, ხო? მაგრამ გამოგიგდიათ თუ არა ვინმე, აი რომელიმე თქვენთაგანს კარდაკარ მოსული ღვთის სამეფოს მქადაგებელი. ან მიგიჯახუნებიათ თუ არა კარი, ასე უდიერად, ან უტაქტოთ, ან რაღაცა უკმეხად თუ გითქვიათ რამე ასეთი პიროვნებისთვის, ვინც თქვენს კარზე მოვიდა
და ცდილობდა რომ თქვენთვის ეუწყებინა ღვთისმსამეფოს შესახებ ცნობა. Აი ეს ქადაგებლები სწორედ ღვთისმსამეფოს ელჩებმა 154,000 წევრებმა გამოგიგზავნეს ამ საქმიანობას, რასაც კარდაკარის მეთოდით ღვთისმსამეფოს აქტივი ვასრულებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ქვეყანაში, ყველა ქალაქში, სწორედ აი ამ სამეფოს ელჩების დავალებით და ქრისტეს თანამმართველების ხელმძღვანელობით ვასრულებთ. ამიტომ რამდენად ისმენთ აი ამ სასიხარულო ინფორმაციას, რამდენად იღებთ გულით თუ პირიქით, რამდენად ანთხოვთ რისხვას ღვთის სამეფოს აი ამ ელჩებზე და მათ მიერ გამოგზავნილ დესპანებზე, აი ესაა ის ნიშანი, რომელიც მონიშნა თქვენს კარებთან, თქვენს სახლთან, პიროვნებამ, რომელიც თქვენ გამოაგდეთ და შეურაცხეთ იქიდან. აი ეს მონაკვეთი სწორედ ყურადღებას ამაზე ამახვილებს, ახლა აგერ დაურთა 25:41, როცა ასეთებს მიმართავს. თუ რა ელოდება ყველას, ვისაც თხებათ, ეგრეთ წოდებულ კაზეოლებად ჩაითვლებიან. საუბარი არა მათ წამებაზე, სადმე ჯოჯოხეთის ცეცხლში, არამედ საუბარია მათი მარადიულ განადგურებაზე, ისე რომ მეზღაპრეები ამ ჯოჯოხეთის ცეცხლს ასე ასწავლიან ხოლმე, რომ თითქოს ეს წამება არის სულ მარადიული, არავითარ შემთხვევაში ჩვენი შემოქმედი მზრუნველი მოსიყვარულე მამა ის უბრალოდ გაანადგურებს ასეთ ადამიანებს, ვისაც თხების კატეგორიას მიაკუთვნებს. აგერ 25 თავის 45-დან 46-იც ვნახოთ, რაზეც ზემოთაც ვისაუბრე, სწორედ დახმარების ხელის გაწვდის მაგივრად ასეთი ადამიანები ცდილობენ ხელი შეუშალონ აი ამ ცნობის გაცხადებაში ღვთისმსახურებს და შედეგად სწორედ აი ეს განსაზღვრავს საბოლოოდ ვინ იქნებიან მსჯავრდებულები და აი ამ თხების კატეგორია